სასწორს ახასიათებს შინაგანი ესტეტურობა, სილამაზისკენ სწრაფვა, ეს ვენერა გარკვეულწილად ძალიან არის ბალანსზე და ჰარმონიაზე ორიენტირებული. თვითონ სასწორი ეს არის მუდმივ ბალანსში რომ უნდა ადამიანს იყოს, აი შედარებით ნაკლებად მგზნობიარე არის ესეთი ვენერა, უფრო მგზნობიარე იმას კი არა, რომ ახლა სიყვარული არ შეუძლია. იმდენად მნიშვნელოვანი არის მისთვის ბალანსი და ჰარმონია, რომ შეიძლება ცოტა შეზღუდოს მაგალითად ემოციების გამოვლენა, იმიტომ რომ საჭირო არის ურთიერთობაში ბალანსი, მაგალითად საჭირო არის იყოს სულ გაწონასწორებული ეს ვენერა, ხო? და სულ მნიშვნელოვანი არის მისთვის ჰარმონია იყოს, აი ეს ან დრამა არ იყოს ზედმეტი ურთიერთობაში გააჩნია იქაც მდებარეობას, ახლა უკვე მთლიან სურათში როგორ არის, შეიძლება პლუტონი მთვარესთან აყავს ადამიანს და უკვე ემოციური, ინტენსიური პლუტონიანური ენერგია იყოს და ვენერა გარკვეულწილად აქ შეიძლება ესე ვერ დავიჭიროთ, ხო? და იქ სხვა მთლიან რუკაში სხვა გავლენები ჩანდეს. უბრალოდ უშუალოდ გრძნობებს როცა ვეხებით ვენერას სასწორზე, ეს ადამიანი ძალიან მომხიბვლელი შეიძლება იყოს, ან მომხიბვლელი ასევე მანერები ქონდეს, ახლა წინაზეც ვთქვი, მეშვიდე სახლშიც იგივე არის. შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს ესტეტური მხარე ადამიანის, ანუ მისთვის ემოციურად გრძნობები მოდის, როცა რაღაც ესეთ დახვეწილ მანერებს, დახვეწილ ენერგეტიკას, დახვეწილ გარემოს ეხება. პიროვნებაში უნდა ხედავდეს ის ძალიან ისეთ ჰარმონიულ, ესტეტურ სილამაზეს. სილამაზის იდეალიზირება არის, ხო, ვენერას სასწორში და მათშიც არის ეს, აი ეს შინაგანი ესტეტიზმი ვენერას სასწორებს, აი იქნება მაგალითად იქ ვენერა მეშვიდე სახლში, შინაგანი ესტეტიზმი ისედაც აქვთ. და შინაგანი ჰარმონიისკენ სწრაფვა, დიპლომატიურობა ძალიან დიდი და ასევე სილამაზეც სხვათა შორის არა ქალწულისთვის დამახასიათებელი სილამაზე, ეს სასწორს უფრო ისეთი შარმი აქვს, უფრო შეიძლება ძალიან ისეთი ლამაზი, გემოვნებიანი ჩაცმა იცოდეს ადამიანმა, ან მიხრა-მოხრა ჰქონდეს ძალიან ესტეტური და ლამაზი. შეიძლება ხელოვნების სფეროში იყოს მაგალითად აქტიური ეს ადამიანი, იმიტომ რომ ვენერა ეს არის ამავე დროს ჩვენ ნიჭი და უნარები, ხო? ეს სხვა წინა ზოდიაქოებსაც რო შეხედოთ, აი ეს გაითვალისწინეთ, რომ შემოქმედებით ნიჭს და უნარებს იძლევა. და ამიტომ სასწორი ჩვენთან ეს არის ხელოვნების სფერო, ეს არის შემოქმედებითობა, ეს არის აი ცხოვრებას უყურებს ადამიანი როგორც ხელოვნება, ხო, რომელიც რაღაც სილამაზე უნდა დათესო, სილამაზე უნდა შემოიტანო. აი ეს აქ ვენერა სასწორს ძალიან გამოკვეთილად და სხვათა შორის მომხიბვლელები არიან პარტნიორულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ვენერა იძლევა რომელ სფეროშიც არ უნდა იყოს მომხიბვლელობას, ესტეტურობას და სილამაზეს და მათში აი ეს ქალური არქეტიპი, რაღაც ესტეტიზმის და